მოგესალმებით მეგობრებო. ესე იგი გადავწყვიტე კურდღლისთვის ავაწყო პატარა გალია, სახში რაც მოუძებნე, აი რაღაცა ფიცრები მოუძებნე და ამ ფიცრებით ვაპირებ ხა გალიის აწყობას. ზომებს ყველაფერს მოუძებნი და მე ამ ზომებით შევეცდები ავაწყო. Pixie. Ხარაც გავაკეთე, ეს იყო რომ პირველ რიგში 4 ეს ფიცარი ერთი და იგივე ზომის დავხერხე, იმიტომ რომ ესენი მინდა გამოვიყენო ფეხებად და ასევე გალიის გვერდები იქნება. ეს ჩემი აზრით ვფიქრობ, რომ ინდივიდუალურია რა ზომაც გინდათ დახერხოთ, ხა ჩემს შემთხვევაში არის 1.20 m, იმიტომ რომ გათვლილი მაქვს აქ დაახლოებით 50 სანტიმეტრის სიმაღლე, ანუ მიწიდან დაშორებული რაც იქნება გალია 50 სანტიმეტრი იქნება დაშორებული. თვითონ გალიის სიმაღლე მექნება 50-60 ალბათ. და ცოტა ზევით დავტოვებ კიდე ამოშვერის, რომ მინდა თუ გადავწყვიტე ზევიდან ამ გალიის დადგმა, რომ გადამმა ადვილი იყოს. ეხლა შემდეგი ეტაპი რაც არის, აქედან უნდა ავიღო გვერდითა ფიცრები, ეხლა ზომები ზუსტად არ ვიცი, გავზომავ რა ზომები იქნება და მერე შესაბამისად გეტყვით რა ზომებს დავხერხავ. ძირითადად გალიის ზომები მინდა გავაკეთო 60-80-ზე და ვნახოთ როგორ მეყოფა ეს ფიცრები და ამის შესაბამისად გავაკეთებ. კარგით, დაგიბრუნდებით. ესე იგი ეს ფიცრები დავხერხე, ესენიც 1.20 m, ესენი იქნებიან გალიის, ასე ვთქვათ, სიგრძე. იმიტომ რომ გალიას ვაპირებს 60-80-ზე და ესენი გამოდგება 60-ად გაიყოფა შუაზე ეს 120 და იქნება 60-იანი გალიები. გვერდითა მხარის ფიცრების დავხერხე ესენი და ესენი იქნება 80 სანტიმეტრი, ანუ 80-იანებად მაქვს დახერხილი. ეხლა უკვე დავიწყებ იმას, რა ქვია, აწყობას და ნახოთ რა გამოვა. სავარაუდოდ ეს ფიცრები კიდე დამჭირდება, იმიტომ რომ შუაშიც მოუწევს, მაგებს მე დავხერხავ, ახლა 4 ცალია, მაგრამ სავარაუდოდ 2 კიდე დამჭირდება ესეთი 80-იანი ფიცარი. კარგით, დაგიბრუნდებით. აი სულ ესაა, ეს ფეხები, ეს სიგრძეები, ასე თქვა და ეს სიგანე გალიის. და უნდა გამოვიდეს 2 გალია, თითოს ზომა უნდა იყოს მეტრას, ისა 80 სანტიმეტრი და 60-ზე, 80-60-ზე. სიმაღლეს ვიღებ 55 სანტიმეტრს, საკმარისად ვთვლი, რომ საკმარისია და შემდეგ
ავაწყობ ისევე. Ხავაკეთებ უკანა მხარეს გალის სიმაღლეს ავიღებ უფრო პატარას, რომ შესაბამისად ჭერს კონდეს დაქანება. ავიღებ 47-ს. X 55 იყო, ეს 47 და ვთვლი, რომ საკმარისი დაქანება ექნება. ანუ იმ ფიცრებიდან ესეთი გამოვიდა ავაწყე, დაახლოებით ესეთია. ეხლა რაც მინდა კიდე დავუმატო, ორი ფიცარი მინდა დავუმატო აი აქ შუაში. აი აქ შუაში რომ ერთი ცალი ტიხარი იყოს 60 სანტიმეტრზე და ზევითაც. და ეგ იქნება, რავი, ეგეთი სახე ექნება. ერთი სიტყვით დავამთავრე ეს ტიხრების გაკეთება, ერთი ცალი ქვევით გავუკეთე, ორი ზევით გავუკეთე, იმიტომ რომ გადავწყვიტე წინ ესეთი ის გამეკეთებინა, რა ქვია, ბალახისთვის შესაყრელი, როგორც უკეთდება ბოძრების კუთხეს და ეს ორი ცალი გადავწყვიტე, რომ აქედან მიეკრას ის სეტკა, რაც იქნება, საიდანაც ბალახი არ ჩაიყრება გალიაში და რა მე მგონი ლამაზი გამოდის და საბოლოო ჯამში ბოლოში რომ მივალ მე უფრო კარგად დავინახოთ როგორი გამომივა რა. ეხლა რაც გავაკეთე ის არის რომ სეტკები გავუკეთე უკვე ძირზე აი ეს ასე ვთქვათ ბალახის ადგილასაც და გარშემო კიდე ეს ფიცრები მივამაგრე, რაც ვნახე სახლში რაღაც ძველი ფიცრები იყო, დავხერხე, ეს გამოიყურება ვიზუალურად და ეს ფიცრებიც ესე მივამაგრე. ნუ ეს სეტკა ვიყიდე, რა თქმა უნდა, სეტკა არ მქონდა სახლში. სეტკა ვიყიდე, დავამაგრე. ეხლა რასაც გავუკეთებ, იქნება რომ შევეცდები ამეებზე მივაკრა ის რა ქვია კინები რომ არ გააფუჭოს კურდღელმა. ამ ადგილებზე ყველგან მივაკრავ რომ კურდღელი ასაც ხდება რომ არ გააფუჭოს. მე მგონი ლამაზი გამოდის, აი საბოლოო ჯამში ნახოთ როგორი გამოვა, ნუ კარებებს დაგვრჩა, აქ დაგვრჩა კინები და სახურავი. ჩვენი გალია. აი გავაკეთე კარებები, ასე ვთქვათ, აი ესე გამოიყურება უკვე. ერთი პატარა შევსვი, აი ესე გავაღებთ ჩვეულებრივად. ესეთი კარებები გამოვიდა. ეხლა შიგნით ამეებს გავუკეთებ, კუთხეებს, რომ არ დააზიანოს ბაჭიამ და მე მგონი აი ესეთი ლამაზი გალია გამოდის. აი ეს დავაყენე ეს კინებიც, ასე რომ ბაჭია ვეღარ შეჭამს. ნუ
აქ თუ რამე დაიწყო, მე მანდ ჩავემატებ, მაგრამ მანდ არ ამგონია რამე გააკეთოს და ესე კუთხეები ესე დავამაგრე. ეხლა დარჩა გადახურვა. ჩვენი გალია უკვე მზად იქნება ექსპლუატაციისთვის, ასე ვთქვათ. ესეთი გამოდის. აი საბოლოო ჯამში დავამთავრე, აი ესეთი სახე მიიღო ჩემმა გალიამ. უკვე ბინადრებით შევსვი. ერთი კალიფორნიულია, მეორეც კი არის, ცოტა არაჩვენ შავია. ხო და აი ესეთი სახეა, მე მგონი ნორმალური გალია. აი ყველა მხრიდანაც რო შევხედოთ. ესეთი გამოვიდა. რავი, თუ მოგეწონებათ, აი ნახეთ. ზომა ეხლა როგორც აქ, ამის ზომა არის ეს არის 60, ცოტა მეტი და თვითონ შიგნით სიღრმე არის 80 და ცოტა მეტი. საკვებურიც აქ დავუმაგრე, აქ დროებით წყალი და მე სავარაუდოდ კარებზე დავამაგრებ, რომ უფრო ადვილი იყოს. აი ესეთია რა. ესეთი გამოვიდა. მე მგონი კარგია, რავი, მე მომწონს და ნახოთ. ნუ ეხლა ეს რაც დატოვილია, ესენი მეორე სართულისთვის დავტოვე, ამაზე მე ვიცებ, რომ მეორე სართული გადავაბა. და მეორე სართულიც შეიძლება დავადგა. ნუ ჯერჯერობით არ ვიცი, მაგრამ შეიძლება მეორე სართულიც გავუკეთო. მადლობა ყურადღებისთვის. და თუ უყურებთ და თუ მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ, რავი, დააკომენტარეთ როგორი გალია გამოვიდა. უკეთესიც შეიძლება, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ ეტაპზე რაც იყო, ხელთ რაც მქონდა, იმით ავაწყე ესეთი გალია. ნახვამდის.